ეს ვისაუბრებთ მზესუმზირის რეალურ სასარგებლო თვისებებზე, რომლებიც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ასევე ვიდეოს მეორე ნახევარში გეტყვით თუ როგორი ფორმით უნდა მიიღოთ მზესუმზირა მაქსიმალური შედეგებისთვის. ესე იგი, მზესუმზირა უპირველეს ყოვლისა არის მინერალ თუთიის კარგი წყარო, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აკლია. ხოლო 100 გრამი მზესუმზირა შეიცავს თუთიის დღიური დოზის მესამედს. თუთია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნიტეტისთვის, როგორც ეს აჩვენა 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ. იქიდან გამომდინარე, რომ თუთია საჭიროა T და B ლიმფოციტების საწარმოებლად, რაც არის იმუნური უჯრედები. T ლიმფოციტები პირდაპირ თავს ესხმიან ინფექციისგან დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო B ლიმფოციტები აწარმოებენ იმუნურ ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან და ანეიტრალებენ სხვადასხვა პათოგენებს, სანამ უჯრედებს დააზიანებენ. ასევე თუთია საჭიროა ჰორმონალური ჯანმრთელობისთვის, როგორც აჩვენა 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ. რადგან თუთია ჩართულია ისეთი ფუნდამენტური ჰორმონების წარმოებაში, როგორც არის ტესტოსტერონი, ესტროგენი, ინსულინი, ფარისებრჯიკვლის ჰორმონები, მელატონინი ანუ ძილის ჰორმონი და ასე შემდეგ. თუთია კიდევ საჭიროა კანის თმებისა და ფრჩხილებისთვის, რადგან თუთია აუცილებელია კოლაგენისა და კერატინის სინთეზისთვის. ეს არის ორი მთავარი საშენი მასალა ზუსტად კანის თმებისა და ფრჩხილებისთვის. თუთია ასევე ამცირებს ანთებით პროცესებს და ცხიმის წარმოებას კანზე, რაც თავისთავად პოზიტიურია კანის ჯანმრთელობისთვის. თუთიის დეფიციტით ხშირად არის გამოწვეული კანის გამოშრობა, აქერცვლა, სუსტი თმა და ფრჩხილები, თმისცვენა და შეიძლება გაამწვაოს ქერტლი და აკნეც. როგორც ვახსენეთ, თუთია ძალიან ბევრ ადამიანს აკლია, მაგრამ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და სინამდვილეში თითქმის ყველას აქვს მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტი, რის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროც არის მზესუმზირა. კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია: უენერგიობა, მოთენთილობა, ძილის პრობლემები, კუნთების ტკივილი, აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ან ჩხვლეტის შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი სიმპტომები, რაც ორივეს ახასიათებს. მაგნიუმი და კალიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გულისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის, ასევე ნერვული სისტემისთვის და ენერგიისთვის. ზოგადად ეს ორი ნათესავი მინერალებია და მეორენაირად ელექტროლიტებსაც ეძახიან. შეიძლება გაგიგიათ. საერთო სიმპტომების გარდა, კალიუმის დეფიციტს ხშირად ახასიათებს თავბრუსხვევა, შეშუპება და არასტაბილური გულისცემა, ხოლო მაგნიუმის დეფიციტს მარტივად გაღიზიანებადობა და ყაბზობა მაგალითად. სხვათა შორის ეს ყველაფერი აჩვენა 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ მაგნიუმზე და 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ კალიუმზე. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ინფორმაცია ეფუძნებოდეს კვლევებს, რადგან ეს არის ინფორმაციის ერთადერთი რეალური წყარო. 100 გრამი მზესუმზირა შეიცავს მაგნიუმის დღიური დოზის მესამედს, ხოლო კალიუმის დღიური დოზის მეხუთედს. ეს შეიძლება ბევრი არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში პროდუქტების უმეტესობა კიდევ უფრო ცოტა მაგნიუმს და კალიუმს შეიცავს და ამიტომაც აკლია თითქმის ყველას. საბოლოოდ კი მზესუმზირა საკმაოდ კარგი წყაროა, ხოლო მინერალი, რომელსაც მზესუმზირა ნამდვილად დიდი ოდენობით შეიცავს, არის სპილენძი, რომელიც 100 გრამ მზესუმზირაში შედის დღიურ დოზაზე თითქმის ორჯერ მეტი. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ სულ რამდენიმე პროდუქტია, საიდანაც სპილენძს საკმარისი ოდენობით მიიღებთ. სპილენძი არის მინერალი, რომელიც ბევრ ადამიანს არც გაუგია. არადა მნიშვნელობით არც ერთ მინერალს არ ჩამოუვარდება ნამდვილად. როგორც 2018 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ აჩვენა, სპილენძის დეფიციტი არის ანემიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი ფაქტორი. ანემია თავისთავად არის მდგომარეობა, როცა სისხლში არ არის საკმარისი წითელი უჯრედები და ჰემოგლობინი, რის აწარმოებლადაც საჭიროა მათ შორის სპილენძი. ანემიის ძირითადი სიმპტომებია: სუნთქვის გართულება, თავბრუსხვევა, სისუსტე და ძალიან ფერმკრთალი კანი. სპილენძი ასევე აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის და აუმჯობესებს კანის თმისა და ფრჩხილების ხარისხს, ასევე კანის ტენიანობას, ელასტიურობას და აძლიერებს სახსრებსა და ძვლებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სპილენძი საჭიროა ძლიერი იმუნიტეტისთვის, ნერვული სისტემისთვის, გონებრივი ფუნქციონირებისთვის, ენერგიის წარმოებისთვის, გულის ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. სანამ შემდეგ პუნქტზე გადავალთ, თუ არ იცით, გეტყვით, რომ რეალურად ეფექტური ვიტამინები შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში შეიძინოთ. მაღაზიის მისამართთა ინფორმაციას დავტოვებთ კომენტარებში. სელენი არის კიდევ ერთი მინერალი, რასაც შეიცავს მზესუმზირა. და ამ შემთხვევაში 100 გრამი მზესუმზირით სელენის დღიურ დოზას სრულად შეივსებთ. როგორც 2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ აჩვენა, სელენი უპირველეს ყოვლისა საჭიროა ფარისებრჯიკვლის ჰორმონების საწარმოებლად, ისევე როგორც უკვე ნახსენები თუთია. სელენი ასევე საჭიროა იმუნიტეტისთვის, საჭიროა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის, ამცირებს დნმ-ის დაზიანებას, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებით პროცესებს ორგანიზმში. პლუს ამას მზესუმზირა შეიცავს B ვიტამინებსაც და რამდენიმე B ვიტამინის საკმაოდ კარგი წყაროა. ესენია B3, B5, B6 და B9 ვიტამინები. 100 გრამი მზესუმზირიდან შეგიძლიათ ამ ვიტამინების დღიური დოზის დაახლოებით 70% მიიღოთ. ეს B ვიტამინები საჭიროა კანის სიჯანსაღისთვის, ენერგიის წარმოებისთვის, გონებრივი ფუნქციებისთვის, სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის, დნმ-ის სინთეზისთვის და ასე შემდეგ. გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა, მზესუმზირა ასევე შეიცავს ფიტოსტეროლებს,
ეს არის მცენარეული ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია ქოლესტერინის და პოტენციურად გულის დაავადებების რისკის შემცირება. როგორც აჩვენა 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ. ერთი მხრივ ამ კვლევებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ ზესუმზირაში ფიტოსტეროლების შემცველობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 100 გრამ ზესუმზირას შეუძლია რამდენიმე პროცენტით შეამციროს LDL ქოლესტერინის ოდენობა. ეს ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არგებელია. ასევე ზესუმზირა შეიცავს ჯანსაღცხიმსაც, რასაც დამატებით შეუძლია ქოლესტერინის შემცირება. ბონუსად გეტყვით, რომ ყოველთვის უკეთესი იქნება, თუ ზესუმზირას მიიღებთ მოხალულს. იმიტომ რომ ზესუმზირა, ისევე როგორც სხვადასხვა თხილეული, შეიცავს ანტინუტრიენტებს, როგორიც არის ფიტისმჟავა, ოქსალატები, ტანინები და ასე შემდეგ. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმს სხვადასხვა მინერალების ათვისებაში და ამცირებენ ზოგადად ათვისებადობას. ხოლო მოხალვის დროს მნიშვნელოვნად მცირდება ანტინუტრიენტების ოდენობა და შესაბამისად მინერალებიც ხდება უფრო მარტივად ათვისებადი. ასევე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს სასარგებლო თვისებები არ აქვს ექსკლუზიურად მზესუმზირას და ყველა სხვა პროდუქტში, რომლებშიც მოცემული ვიტამინები და მინერალები შედის დიდი ოდენობით, რა თქმა უნდა ასევე აქვთ იგივენაირი სასარგებლო თვისებები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.